საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. ამ გაკვეთილზე განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის ამოცანას და მათი ამოხსნის ხერხებს. ყოველი კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე, შემდეგ ვისაუბრებთ მსგავსი ტიპის ამოცანების ამოხსნის ზოგადი მეთოდების შესახებ. პირველ რიგში განვიხილოთ ამოცანები მოძრაობის შესახებ. ამოცანები მოძრაობის შესახებ გულისხმობენ შემდეგ ფორმულას: S უდრის V გამრავლებული T-ზე. სადაც ამ შემთხვევაში გულისხმობთ გავლილ მანძილს, ანუ S არის განვლილი მანძილი, V არის სიჩქარე, რომლითაც სხეული მოძრაობს, ხოლო T არის დრო, ანუ რა დროში გაივლის ამ მანძილს. ასეთი ფორმულის ჩაწერისას გულისხმობთ, რომ მოძრაობა ხდება მუდმივი სიჩქარით. ანუ იგი სიჩქარე საერთოდ არ იცვლება მთელი მოძრაობის განმავლობაში. ეს რა თქმა უნდა რეალობაში იშვიათად ხდება, მაგალითად, როდესაც ავტომობილით მოძრაობთ, ან თუნდაც ფეხით მოძრაობთ, ფაქტურად შეუძლებელია სულ მუდმივი სიჩქარით მოძრაობა, მაგრამ ეს არის რეალობის გარკვეული იდეალიზირებული ვარიანტი, ანუ ჩვენ ვაკეთებთ მათემატიკურ მოდელს, რომელიც კარგი მიახლოებით აღწერს რეალობას. განვიხილოთ კონკრეტული ამოცანა. ავტომობილი მიდის თბილისიდან ბათუმში. მანძილი ამ ორ ქალაქს შორის 380 კილომეტრია, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ S უდრის 380 კილომეტრს. ავტომობილი ამ მანძილის დაფარვას 4 საათს ანდომებს, ანუ T 4 საათის ტოლია. რა მანძილს დაფარავს ავტომობილი იმავე სიჩქარით მოძრაობისას, თუ იგი 6 საათის განმავლობაში იმოძრავებს. ანუ, მოდით ეს იყოს S1 და S2, ვინაიდან ჩვენ კიდევ სხვა დროც გვაქვს მოცემული, T2 არის 6 საათის ტოლი და ჩვენ გვაინტერესებს მანძილი, რომელსაც დაფარავს ავტომობილი. ამ ამოცანის პირობაში მთავარი ის არის, რომ ორივე შემთხვევაში ავტომობილი მოძრაობს ერთი და იმავე სიჩქარით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანძილი და დრო არის პროპორციული სიდიდეები. მართლაც, ამ ფორმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ V უდრის S შეფარდებული T-სთან. პირველ შემთხვევაში V1 იქნება S1 შეფარდებული T1-თან, ხოლო მეორე შემთხვევაში V2 იქნება S2 შეფარდებული T2-თან. ვინაიდან V1 და V2 ერთმანეთის ტოლია, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ S1 შეფარდებული T1-თან უდრის S2 შეფარდებული T2-თან. ახლა შეგვიძლია ჩავსვათ ჩვენთვის ნაცნობი სიდიდეები და ვიპოვოთ უცნობი სიდიდე. გვექნება 380 შეფარდებული 4-თან უდრის 6 შეფარდებული უკაცრავად S2 შეფარდებული 6-თან. აქედან ჯვარედინად გამრავლების შედეგად მივიღებთ, რომ S2 უდრის 6 გამრავლებული 380-ზე და შეფარდებული 4-თან. ანუ ეს იქნება 380, რომ გავყოთ 4-ზე, თუ არ ვწდები 95-ის ტოლია, მაშასადამე გვექნება 6 გამრავლებული 95-ზე და ეს არის 570 კილომეტრი. მაშასადამე თუ ავტომობილი 380 კილომეტრს გადის 4 საათში, იმავე სიჩქარით მოძრაობისას 6 საათში იგი გაივლის 570 კილომეტრს. კვლავ გავიმეორებ, რომ ამ სიტუაციაში მანძილი და დრო არის პროპორციული სიდიდეები. ანუ მათი შეფარდება არის მუდმივი სიდიდე. სხვანაირად რო ვთქვათ, რამდენჯერაც გაიზრდება დრო, იმდენჯერ გაიზრდება გავლილი მანძილიც. კვლავ ვიმეორებ, რომ ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მოძრაობის სიჩქარე ორივე ვარიანტისთვის ერთი და იგივეა. განვაზოგადოთ ახლა, როდესაც გვაქვს ამოცანები, სადაც სიდიდეები პროპორციულად არის ერთმანეთზე დამოკიდებული, ანუ მასში შემავალი სიდიდეები პროპორციულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Y1 შეფარდებული X1-თან უდრის Y2 შეფარდებული X2-თან. ანუ შემავალი სიდიდეების შეფარდება არის მუდმივი რიცხვი. განვიხილოთ კიდევ ერთი ამოცანა მოძრაობის შესახებ. ავტომობილი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას გარკვეულ მანძილს ფარავს 8 საათში. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ T1 უდრის 8 საათს. რამდენ საათში დაფარავს იგი იგივე მანძილს, თუ სამჯერ სწრაფად იმოძრავებს. ანუ ამ ამოცანაში წინა ამოცანისგან განსხვავებით მანძილი რჩება მუდმივი, წინა ამოცანაში სიჩქარე იყო უცვლელი.
პირველ შემთხვევაში, ანუ ვთქვათ მანძილი გვაქვს S-ი, პირველ შემთხვევაში ამ მანძილს გარკვეული V1 სიჩქარით მოძრაობისას ავტომობილი ფარავს 8 საათში, ხოლო მეორე შემთხვევაში მან სიჩქარე გაზარდა 3-ჯერ. ანუ ახალი სიჩქარე არის 3V1 და ჩვენ გვაინტერესებს თუ რა დროში დაფარავს ავტომობილი იგივე მანძილს. ანუ ჩვენ გვაინტერესებს T2. ამ შემთხვევაში ადვილი დასანახია, რომ სიჩქარისა და დროის ნამრავლი რჩება მუდმივი. ეს არის V2. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ V1 გამრავლებული T1-ზე უდრის V2 გამრავლებული T2-ზე. წინა ამოცანასთან გავაკეთებ კვლავ შედარებას. წინა ამოცანაში სიდიდეების შეფარდება რჩებოდა მუდმივი, ამ შემთხვევაში სიდიდეების ნამრავლია მუდმივი, ანუ ვიტყვით, რომ ეს სიდიდეები არიან უკუპროპორციული ერთმანეთის, ანუ რამდენჯერაც გაიზრდება ერთი, იმდენჯერ შემცირდება მეორე. მაგალითად, თუ დროს გავზრდით 3-ჯერ, ნიშნავს, რომ სიჩქარე შემცირდება 3-ჯერ, ხოლო თუ სიჩქარეს გავზრდით 3-ჯერ, ნიშნავს, რომ დრო შემცირდება 3-ჯერ. რაც მოხდა ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ სიჩქარე გავზარდეთ 3-ჯერ, ანუ დრო უნდა შემცირდეს 3-ჯერ. მართლაც ჩავსვათ ჩვენს ამოცანაში მოცემული სიდიდეები განტოლებაში და მივიღებთ ზუსტად იგივე შედეგს, რაზეც ახლა მე ლოგიკურად ვიმსჯელე. V1 არ ვიცით რისი ტოლია, T1 არის 8, ანუ 8-ჯერ V1 უდრის V2 არის 3-ჯერ V1-ის ტოლი და გამრავლებული T2-ზე. აქედან T2 უდრის 8-ჯერ V1 შეფარდებული 3V1-თან. V1-ები შეიკვეცება და გვექნება, რომ T2 ყოფილა 8 საათი. ანუ დრო მართლაც შემცირდა 3-ჯერ მაშინ, როდესაც სიჩქარე გავზარდეთ 3-ჯერ. მაშასადამე თუ ჩვენ ვფარავთ ერთი და იმავე მანძილს, ამ დროს დრო და სიჩქარე უკუპროპორციული სიდიდეებია. საზოგადოდ x და y, რაიმე x და y სიდიდეების წყვილი უკუპროპორციულია, თუ მათი ნამრავლი რჩება მუდმივი, ანუ თუ x1 გამრავლებული y1-ზე უდრის x2 გამრავლებული y2-ზე. შეფარდების სახით ეს შემდეგნაირად შეგვიძლია ჩავწეროთ x1 შეფარდებული x2-თან უდრის y2 შეფარდებული y1-თან. აქვე გავიხსენოთ, რომ პირდაპირი პროპორციის შემთხვევაში გვქონდა x1 x2-თან უდრის y1 y2-თან. უკუპროპორციის შემთხვევაში პირიქით არის x1 x2-თან უდრის y2 y1-თან. შემდეგი ამოცანა. ეს უკვე აღარ არის ამოცანა მოძრაობის შესახებ. პირობა შემდეგში მდგომარეობს. 3 მუშა სახლს აშენებს 30 დღეში. ამოვწეროთ ეს მოცემულობა. რამდენ დღეში ააშენებს ასეთივე სახლს 5 მუშა? ანუ გვაქვს ახლა ყავს 5 მუშა, თუმცა არ ვიცით დღეების რაოდენობა. ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ მუშების რაოდენობა და დრო არის უკუპროპორციული სიდიდეები, ვინაიდან რაც უფრო მეტი მუშა გვეყოლება, რა თქმა უნდა, ნაკლები დრო დაგჭირდება სახლის ასაშენებლად. აქ საუბარია ერთი და იმავე სახლზე, ანუ არ არის სხვადასხვა რაოდენობის მუშაობაზე, შესასრულებელ მუშაობაზე საუბარი. შესასრულებელი სამუშაოს ოდენობა არის ერთი და იმავე ორივე შემთხვევაში. ეს ამოცანა შეგვიძლია შემდეგნაირად ამოვხსნათ. პირველი, მოდით ამას ორ გზას განვიხილავ. პირველი გზა არის მდგომარეობს შემდეგში. თუ 3 მუშა 30 დღეში ასრულებს მთლიან სამუშაოს, ეს ნიშნავს, რომ ერთი მუშა მთლიან სამუშაოს შეასრულებს 90 დღეში. ვინაიდან მას 3-ჯერ მეტი დრო დასჭირდება, მარტო დარჩა. ადრე 3 იყვნენ, ახლა მარტო დარჩა. ანუ მას დასჭირდება 3-ჯერ მეტი დრო, თუ რა თქმა უნდა იმავე ტემპით იმუშავებს, როგორც იგი მუშაობდა ერთად მუშაობისას. ამ შემთხვევაში 5 მუშა თუ გვეყოლება, მაშინ რა თქმა უნდა ერთ მუშას რა დროც სჭირდებოდა იმ დროსთან შედარებით, უნდა შევამციროთ სამუშაოს ხანგრძლივობა 5-ჯერ, ვინაიდან მუშების რაოდენობა გაიზარდა 5-ჯერ, ანუ 5 მუშა სამუშაოს შეასრულებს 5-ჯერ ნაკლებ დროში, ანუ 90 შეფარდებული 5-თან დღეში, ეს არის 18-ის ტოლი, 18 დღეში.
მეორენაირადაც შეგვიძლია ამოხსნათ ეს ამოცანა, სინამდვილეში ორივე ამოხსნის აზრი ერთი და იგივეა, თუმცა ის მეორე გზა შეიძლება უფრო მექანიკურიც იყოს, მეორე გზა ვნახოთ. როგორც ჩვენ უკვე ამოცანის დასაწყისში აღვნიშნეთ, მუშების რაოდენობა და დღე, ანუ ხანგრძლივობა არის უკუპროპორციული სიდიდეები. ანუ მათი ნამრავლი უნდა იყოს მუდმივი, რაც ნიშნავს, რომ 3 გამრავლებული 30-ზე უნდა უდრიდეს 5 გამრავლებულს x-ზე, სადაც x-ი არის დღეების რაოდენობა 5 მუშის შემთხვევაში. აქედან x-ი იქნება 90 შეფარდებული 5-თან, ანუ 18 დღის ტოლი. განვიხილოთ შემდეგი ტიპის ამოცანა. თქვათ, გვაქვს ბორბალი წრიული და მისი რადიუსია r. ვნახოთ თუ როგორ არის დამოკიდებული განვლილი ამ დროდესაც ბორბალი ბრუნავს, ანუ მიდის, გავლილი მანძილი ამ წრეწირის სიგრძეზე. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, ბორბლის რადიუსი, ან მის დიამეტრზე. ერთი ბრუნის სიგრძე, ანუ წრეწირის სიგრძე არის 2π გამრავლებული r-ზე. რაც შეეხება გავლილ მანძილს, გავლილი მანძილი, თქვათ, n თუ ბორბალი აკეთებს n ბრუნს, იქნება წრეწირის სიგრძე გამრავლებული n-ზე. ახლა, ანუ ეს ნიშნავს, რომ გავლილი მანძილი არის წრეწირის სიგრძის პროპორციული. ანუ რაც უფრო დიდია რადიუსი, ანუ რაც უფრო მეტია წრეწირის სიგრძე, ერთი და იგივე ბრუნების რაოდენობის შემთხვევაში, ეს ბორბალი გაივლის უფრო მეტ მანძილს. წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ველოსიპედი, რომლის ბორბლების დიამეტრებიც ერთმანეთისგან განსხვავებული. ანუ ერთი ბორბალი უფრო დიდია ვიდრე მეორე. ნუ ბორბლები რა თქმა უნდა გადაბმულია ერთმანეთზე რაღაცნაირად. არ მახსოვს ზუსტად ველოსიპედის ბორბლები როგორ არის გადამული, მაგრამ თქვათ ესე, ხო? და მიდის ჩვენი ველოსიპედი. მაშინ, როგორ ფიქრობთ, ერთი და იგივე მანძილის გავლისას, რომელი ბორბალი გააკეთებს უფრო მეტ ბრუნს? ან იქნებ ბრუნების რაოდენობა ერთი და იგივე იქნება. მოდით გამოვიკვლიოთ ეს შემთხვევა, მანძილი ერთი და იგივეა, ანუ იგი ვთქვათ S-ის ტოლია, პირველი დიდი ბორბლის რადიუსი იყოს R1, ხოლო პატარა ბორბლის რადიუსი იყოს R2. მაშინ ერთი ბრუნი დიდი ბორბლისთვის ნიშნავს 2π გამრავლებული R1-ზე მანძილის გავლას, ვინაიდან ეს არის აი ამ წრეწირის სიგრძე. ხოლო პატარა ბორბლისთვის ერთი ბრუნი ნიშნავს 2π გამრავლებული R2-ზე მანძილის გავლას. მაშასადამე დიდი ბორბლისთვის ეს მანძილის გავლისას ბრუნების რაოდენობა იქნება S-ი შეფარდებული 2π R1-ზე. ხოლო ანუ მოდით ეს აღვნიშნოთ n1-ით, ხოლო პატარა ბორბლისთვის ბრუნების რაოდენობა n2 იქნება S-ი შეფარდებული 2π R2-ზე. ვინაიდან ეს R2, ანუ პატარა ბორბლის რადიუსი უფრო პატარაა, რა თქმა უნდა, ვინაიდან უფრო პატარა ბორბალია, ნიშნავს, რომ n2 უფრო მეტი იქნება ვიდრე n1. ვინაიდან S-ი ერთი და იგივეა და მას რაც უფრო პატარა რიცხვზე გავყობთ, შედეგად უფრო დიდ რიცხვს მივიღებთ. მაშასადამე ერთი და იგივე მანძილის გავლისას პატარა ბორბალი უფრო მეტ ბრუნს გააკეთებს ვიდრე დიდი ბორბალი. ახლა განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევა. დავუშვათ, პატარა ბორბალი აკეთებს 3-ჯერ მეტ ბრუნს. რა თანაფარდობაში არიან მაშინ ამ ბორბლების რადიუსები? ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ n2 უდრის 3-ჯერ n1-ს. მოდით ჩავსვათ ეს განტოლებაში, მაგალითად მეორეში, მივიღებთ პირველ შემთხვევაში, რომ 3n1 უდრის S-ი შეფარდებული 2π გამრავლებული R2-ზე. ანუ პატარა ბორბლის რადიუსი არის R2. შეგახსენებთ, n1-ის ნაცვლად ჩავსვათ ეს გამოსახულება, მივიღებთ 3 გამრავლებული S-ი უდრის S-ი შეფარდებული 2π R2-ზე. S-ები შეგვიძლია შევკვეცოთ ისევე როგორც 2π და მივიღებთ შემდეგ თანაფარდობას 3 შეფარდებული R1-თან უდრის 1 შეფარდებული R2-თან. ანუ
დიდი ბორბლის რადიუსი, რომ შევაფარდოთ პატარა ბორბლის რადიუსთან, მივიღებთ 3-ს. ანუ დიდი ბორბლის რადიუსი 3-ჯერ მეტია, ვიდრე პატარა ბორბლის რადიუსი. ანუ, როდესაც რადიუსი ანუ წრეწირის სიგრძე არის 3-ჯერ მეტი, მაშინ ერთი და იგივე მანძილის გავლისას უფრო დიდი ბორბალი გააკეთებს 3-ჯერ ნაკლებ ბრუნს. და ბოლოს განვიხილოთ შემდეგი ამოცანა. გვაქვს A წერტილი. ამ წერტილიდან რუსო გამოვიდა აღმოსავლეთით 8 კილომეტრი/საათი სიჩქარით, ანუ რუსოს სიჩქარეა 8 კილომეტრი/საათში, ხოლო ნინო იმავე A წერტილიდან წავიდა ჩრდილოეთით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ A წერტილი მაგალითად იყო მათი სახლი და მისი სიჩქარე იყო 15 კილომეტრი/საათში. ჩვენი ამოცანა ვიპოვოთ თუ რა დროის შემდეგ იქნება მათ შორის მანძილი 51 კილომეტრის ტოლი. ჩვენ გვაინტერესებს დრო. მოდით, გავაკეთოთ დიაგრამა ამ ნახაზის. ნინოსა და რუსოს მოძრაობის მიმართულებებს შორის არის მართი კუთხე, ვინაიდან ერთი მიდის აღმოსავლეთით, ხოლო მეორე ჩრდილოეთით. ტედრო არის ჩვენთვის უცნობი, ცვლადი, და მოდით ჩავწეროთ თითოეულის მიერ გავლილი მანძილი ტედროში. რუსო მიდიოდა 8 კილომეტრი/საათში, ანუ ტ/საათში იგი გაივლიდა 8 კილომეტრს, ხოლო ნინო ტ/საათი და დავუშვათ რუსო მოვიდა აქ ამ წერტილში ამ დროისთვის, ხოლო ნინო ტ/საათში გაივლიდა 15 გამრავლებული ტ-ზე კილომეტრს. მაშინ მათ შორის მანძილი იქნება აი ამ მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა. ეს ჰიპოტენუზა, როგორც ჩვენ გვითხრეს, ამოცანის პირობაში არის 51 კილომეტრის ტოლი. ახლა ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ პითაგორას თეორემა ამ სამკუთხედისთვის. გავიხსენოთ, რომ პითაგორას თეორემა მდგომარეობს შემდეგში: კათეტების კვადრატების ჯამი არის ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლი. ანუ გვექნება 8t კვადრატში პლუს 15t კვადრატში უდრის 51-ის კვადრატს. გვექნება 64t კვადრატი, რის კვადრატი არის 64 პლუს 225t კვადრატი უდრის 51-ის კვადრატს, რაც 2601 ტოლია. ანუ 289t კვადრატი უდრის 2601-ს, t კვადრატი გამოდის 9-ის ტოლი, ანუ t ყოფილა 3 საათის ტოლი. მაშასადამე 3 საათში დაშორება რუსოსა და ნინოს შორის იქნება 51 კილომეტრის ტოლი. ამ ამოცანაში ჩვენ უკვე გამოვიყენეთ ორი ხერხი. პირველი იყო ის, რომ კვლავ ჩავწერეთ მანძილის დამოკიდებულება დროზე, მაშინ როდესაც ვიცით სიჩქარე, და მეორე, ჩვენ დავწერეთ განტოლება, რომელიც ასახავდა პირობას. და პირობა იყო ის, რომ რუსოსა და ნინოს მოძრაობის მიმართულებებს შორის იყო მართი კუთხე. ანუ მათ შორის მანძილი ყოველთვის იქნებოდა აი ამ მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა. ანუ რუსოსა და ნინოს მდებარეობებს თუ შევაერთებდით უმოკლესი მანძილით, მივიღებდით აი ამ მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზას და შემდეგ ჩავწერეთ განტოლება, რომელიც იყო პითაგორას თეორემა აი ამ სამკუთხედისთვის დაწერილი. შევაჯამოთ ჩვენი გაკვეთილი. ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტული ტიპის ამოცანებზე, განვიხილეთ ამოცანები, სადაც გვჭირდება სიდიდეებს შორის პირდაპირი პროპორცია, აგრეთვე ამოცანები, სადაც გვჭირდება სიდიდეებს შორის უკუპროპორცია და აგრეთვე ბოლო ამოცანაში ვნახეთ, რომ ამოცანის ამოსახსნელად ხშირად საჭირო არის, რომ ჩავწეროთ განტოლება, რომელიც წარმოადგენს ამოცანის პირობის ალგებრულ მოდელს. გმადლობთ ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.